ირაკლი კობახიძე ბანდიტი როა პრემიერად რომ მუშაობს. ახლა იმყოფება, ან იმყოფებოდა აბუ-დაბიში და ასეთი რამ უთქვამს ამ ბანდიტკაც. სინქრონული თარგმანია, ზოგადად ძალიან წარმატებული ქვეყანა ვართ ეკონომიკური განვითარების წახალისებით არა მარტო რეგიონში, არამედ უფრო მსხვილ რეგიონში. ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ. ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3%, ეს არის ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელი ევროპაში. სწორად თუ იქნება შეფასებული ეკონომიკური წარმატება, ეს არის სუსტად ეკონომიკური რეფორმების შედეგი, რომელიც ქვეყანაში ხორციელდება და ეს არის იმის შედეგი, რომ კორუფციის დონე ყველაზე დაბალია რეგიონში და ამ მიმართულებით უკეთესი მაჩვენებლები გვაქვს ვიდრე ევროკავშირის 11 სახელმწიფოს. ეს აქ იგითხარით უთქვამს ბანდიტ ირაკლი კობახიძეს პრემიერად რომ მუშაობს იმ კაცს, მასზე ვილაპარაკებთ დღეს, მაგრამ მოდი თქვენი სტებართვით გავაანალიზოთ პირველ ყოვლისა ცალკეული ის პასაჟები, რომლებიც გააცნო იმ ფორუმზე, რომელზეც იმყოფებოდა ბანდიტ კობახიძე იმ პირებს, რომლებიც ესწრებოდნენ იმ შეხვედრებს. პირველი 9.3% გვაქვს ეკონომიკური ზრდა, ეს რასაკვირველია ტყუილია. რასაკვირველია, იმიტომ რომ ეკონომიკური ზრდა 9.3% რომ იყოს და ინფლაციის დონე ამ დონეზეც რომ იყოს, რა დონეზეც ახლა არის შენარჩუნებული, თუ არსებული, ამ შემთხვევაში ჩვენი მოქალაქეების შემოსავალი იქნებოდა გაცილებით მეტი. ეკონომიკური ზრდა 9.3% არ არის და თუ მაინც და მაინც ეკონომიკურ ზრდაში შევიყვანთ იმას, რომ ბიზნეს ივანიშვილმა და სხვებმა აქ შემოიტანეს, მათ შორის უკანონო კანონების მიღებით, გარკვეული უძრავი თუ მოძრავი ქონება და ამით თითქოს აჩვენოს, რომ რამე ინვესტიცია ხორციელდება ჩვენს ქვეყანაში, რამ ფული შემოდის ჩვენს ქვეყანაში, ხო, ეს რეალურად არ არის ფულის ინვესტიციის შემოტანის მაჩვენებელი, ეს არის ფულის გათეთრების მაჩვენებელი. ფულს ათეთრებს არა მხოლოდ ბიზნეს ივანიშვილი, არამედ ცალკეული პატარა ოლიგარქებიც და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რუსეთის ის მოქალაქეები, მსხვილი, არასწორი სიტყვა, მსხვილი ან საშუალო ბიზნესმენები, რომლებიც ფირმებზე არეგისტრირებენ და მე ამ ფირმებს დარეგისტრირებულებს მალევე ერთ კვირაში თუ ორ კვირაში აუქმებენ. ეკონომიკური ზრდა რომ იყოს 9.3%, ჩვენთან უნდა იყოს ბუმი ეკონომიკური, მათ შორის ინვესტორები უნდა გვყავდეს არა რუსეთიდან, არა დემოკრატიული ან ნახევრად დემოკრატიული სივრცეებიდან, არამედ სწორედაც რომ დასავლეთიდან ხსმენიათ რომელიმე დასავლელი ინვესტორის მიერ აქ ინვესტიციის განხორციელების თაობაზე, ჩვენ საპორტო ინფრასტრუქტურაში, ჩვენს ენერგო ინფრასტრუქტურაში, ჩვენს მნიშვნელოვან სხვა სტრატეგიულ საკითხებში ხსმენიათ, არ ხსმენიათ. ამიტომ კობახიძე ეტყვის რეალურად აბოლებს ასე იმ პირებს, რომლებსაც იმ კომპანიებს, ფირმებს, სახელმწიფოებს, პოლიტიკურ ლიდერებს, საიდანაც უნდა რომ ინვესტიცია ჩაიდოს, მას უნდა რომ მეტი და მეტი ინვესტიცია მოიზიდოს საქართველოსთვის და ასეთად წარმოაჩინოს ჩვენი ქვეყანა. თუმცა ასაკვირველია, ძალიან მნიშვნელოვანია ინგრედიენტი არის, ამბავი არის ის, რომ ჩვენთან სასამართლო არ არსებობს და აქედან გამომდინარე დამატებით არავინ ახორციელებს ინვესტიციას ჩვენს ქვეყანაში დასავლური ქვეყნებიდან. მეორე და დიდი ტყუილი არის ის, რომ ეკონომიკური რეფორმების შედეგადო რეფორმები სადმე გაგიგიათ, რომ რეფორმა, როგორც ასეთი, როგორც გესმით ეს სიტყვა, რეფორმა გაეტარებინოს, ჩაეტარებინოს. კვლავ ვიმეორებ, დღგ შემცირდა, საშემოსავლო შემცირდა, ან რამ ეკონომიკური ინიციატივები დაანონსა და განახორციელა საქართველოს ბანდიტმა ხელისუფლებამ, რასაკვირველი არა. მაგრამ ყველაზე დიდი არა, მაგრამ რასაკვირველია, ყველაზე დიდი ტყუილი არის კორუფციის დაბალი დონეო. ვიზზე ვლაპარაკობთ, რომელ სახელმწიფოზე? მე ხომ არ მეჩვენება, რომ პრემიერ-მინისტრად წოდებული, პრემიერ-მინისტრი, ოკეი, ასე ვთქვათ, ირაკლი ღარიბაშვილი გისოსებს მიღმა. სუსის ხელმძღვანელი კორუფციისთვის გისოსებს მიღმა. თავდაცვის მინისტრი გისოსებს მიღმა, ანუ დაპატიმრებულია ყოფილი თავდაცვის მინისტრი. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ყოფილი ხელმძღვანელი გაქცეულია ქვეყნიდან, ხომ არ მეშლება, რომ ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მიქაუტაძე დაპატიმრებულია. ხომ არ მეშლება, რომ ხმები იმის თაობაზე, რომ კორუმპირებულია მერი, იმ ქალაქის მერი, დედაქალაქის მერი, სხვა ქალაქის მერი, იმ ქალაქის გამგებელი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი სიმართლეა. მე ერთ-ერთი სოფლის ამბავს მოგიყვებით, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი რაიონის, მნიშვნელოვანი სოფლის თაობაზე, მისი გამგებელი, მას შემდეგ რაც გაყიდა სახელმწიფო მიწები და მიისაკუთრა რამდენიმე 100,000 თუ რამდენიმე მილიონი ლარი არა, მექსიკით ამ 2 წლის წინ
და პრინციპში მისმენს თუ ვისმენს ისიც და მისმენს ხელისუფლება წოდებული ბანდის რომელიმე წარმომადგენელი ვინც იცის ამის თაობაზე მცხეთის რაიონზეა საუბარი მცხეთის რაიონის ერთ-ერთ სოფელზე მექსიკით გადავიდა ამერიკის შეერთებულ შტატებში და ის მიწები კი გაყიდული დარჩა რომელიც მიითვისა ის ფული მიითვისა რომ ვიცოდეთ და ეს ლაპარაკობს არა წვრილფეხობაზე არამედ წვრილფეხობის ბაზე უფრო წვრილფეხობაზე ძალიან დაბალი მასშტაბის და დაბალი დონის კორუმპირებულ ერთ მაღალ შინოს თუ საშუალო შინოსანზე რომ ვიცოდეთ და წარმოიდგინეთ ეს მე მაქვს ინფორმაცია ამ ერთი კინკილ ადამიანის თაობაზე რაიონებში რა ხდება ტენდერებთან იმართებაში სხვა თუ არაფერი რა ხდება კორუფციის დაბალ დონეზე რომ ელაპარაკება ბანდიტი კობახიძე ის კობახიძე იყო და სხვები იყვნენ რომლებმაც გვითხრეს რომ ერთმა ჯიხურმა შემოიტანა ამდენი ანუ დაახლოებით 700 მილიონი დოლარის რუბლი მათი მისი კონვერტაცია მოახდინა და ასე გაათეთრა და ასე თეთრდება ბანკებში და მე გეტყვით თუ გნებავთ ჩამოგისახელებთ ბანკებს მათ შორის ხელისუფლებასთან აფილირებულ ბანკებს სადაც რომლებიც არის პრინციპში სამრეცხავები და ამ განცხადების საფუძველი არის ის კობახიძის ამ განცხადებისა რომ მას სურს დაბოლება პირებისა რომლებსაც ელაპარაკება და ევედრება რომ ჩადეთ მეტი ფული ამ ფულის 90% არასწორი სიტყვა არა 10% მაინც ჯიბეებში დაილექება ცალკეული იმ პირებისა რომლებიც თუ ფული მოიზიდეს ინვესტიცია მოიზიდეს რომლებიც გადაწყვეტილებებს მიკრო და მაკრო დონეზე იღებენ ეს არ არის ჩემი სალაპარაკო მე სხვა ისტორია უნდა გიამბოთ ახლა ამ სამი კვირის წინ ჩემმა ერთმა ახლობელმა სვირფასმა ადამიანმა რომელიც გაგიკვირდებათ და ვიტყვი ასე რომ ქართულ ოცნებასთან იყო მე ქართულ ოცნებას ერთგვარად რაღაც კონფლიქტი მოუვიდა რაღაც დონეზე ყალიბაშვილის გუნდის წარმომადგენლად უფრო ითვლებოდა და კობახიძის დაჯგუფებასთან თლად ვერ დაალაგა ურთიერთობები ის გადაბარგდა გარკვეული პერიოდის შემდეგ გახარიას ჯგუფში და იქაც გახარიასთან ანუ და იქაც ვერ მოერგო ასე არ არის არც თუ უცნობი კაცია ფართო საზოგადოებისათვის უბრალოდ მისი უფლება არ მაქვს რომ მისი გვარსახელი გაგიფხილოთ მოკლედ ამ ჩემ მეგობარს ახლობელს მე სულ რაღაც ვჩხუბობთ ვამათობთ ვსჯელობთ სხვადასხვა საკითხებზე მეუბნება რომ აგინდა ფორმულაში მე პასუხობ რომ ფორმულაში მინდა რომ ფორმულა არის თავისუფლების ტრიბუნა ამის გამო ის რაღაც მეჩხუბ და ასე შემდეგ და ჩვეულებრივია თბილისური ასე ვიტყვი ან ჩვეულებრივი ურთიერთობებია 30-40 წლის ახლობელს ერთმანეთის მეგობარს შორის ის ალთასარი მე ბალთასა ვარ და ძალიან იშვიათად თუ იკვეთება ჩვენი პოზიციები ემთხვევა ჩვენი პოზიციები ერთადერთი საკითხი რაც მახსენდება რაშიც ნამდვილად ემთხვევა ჩვენი პოზიციები ის არის ძალიან უაღრესად პროამერიკელი მაგრამ მიუხედავად იმისა რომ ის პროამერიკელია ის მაინც ქართული ოცნებისთვის სასარგებლო ქართული ოცნების გამამართლებელ გარკვეულ მესიჯებს ახმიანებს ხოლმე ჩემთან და ალბათ არა მხოლოდ ჩემთან და ამის გამო ჩემს გულის წყრომას იწერს და სულ მუდმივად კამათსა ჩხუბსა თუ კამათში უფრო ალბათ ვატარებთ აი ამ რაღაც მიმოწერა კარგახანი არ მინახავს მოვიკითხავ თუ მისმენს არ ვამხელ მის სახელსა და გვარს ამ ახალგაზრდა უბრალოდ ჩემი ხრის კაცმა, ზუსტად ჩემი ხრის კაცმა მითხრა ცოტა ხრის წინ, რომ შენ არიციო, რომ ქართული ოცნება ალაგებს ურთიერთობას ისრაელთან. მე გავიკვირვე და თავცინე კიდეც იქვე. თხარი რომ შეუძლებელია მეთქი, შეუძლებელია რომ ბანდიტი ირაკლი კობახიძე გამოვაჩინოთ, ბანდიტი ირაკლი კობახიძე რომელიც იყო ერთ პანაშვიდზე მეორე გასვენებაში, მესამე ჭირში, მეოთხე ქელეხში და ასე შემდეგ. რომელიც ირანის მაღალჩინოსნების აი ამ ჭირის სუფრებს ესწრებოდა პანაშვიდებს და გასვენებებს შეუძლებელია რომ ირაკლი კობახიძე საერთოდ რამე ფორმით იყოს მისაღები პირი ისრაელის სივრცისათვის. მითხრა რომ კობახიძეზე არც არის ლაპარაკიო, კობახიძეს ვერ იტანს, იმიტომ რომ აკითხა ერთო კობახიძესთან და მის დაჯგუფებასთან მოვიდა. საკმაოდ სერიოზული ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით კონფლიქტი და გაუგებრობები, აკი ამიტომაც გადავიდა მე გახარიასთან, როგორც გახარიასგანაც წამოვიდა და მითხრა რომ არა, კობახიძეზე ლაპარაკი არც არისო, რომ ისოდე მაინც ბიზინა ივანიშვილი ცდილობს ისრაელთან ურთიერთობის დალაგებას, მათ შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროშიო, ამის გამოც მან მორიგი ჩემი ირონია არა, უფრო დაცინვა და იმსახურა, მოკლედ ბევრი ვიკაბათეთ
და მე დავემშვიდობოთ ერთმანეთს. იმის შემდეგ გქონდა ჩვენ ურთიერთობა ისევ და ისევ ონლაინ, მაგრამ ამ თემას აღარ შევხებივართ. ეს ხდება დაახლოებით 3 კვირის წინ, 3 კვირის განმავლობაში მე ვარკვევდი, არასწორი სიტყვა, 2 კვირის განმავლობაში ვარკვევდი, რამდენად საფუძვლიანი იყო, სხვა წყაროს ვეძებდი, მეთქი ასე ვიტყვი, რამდენად საფუძვლიანი იყო, ეჭვგარეშე იყო მის მიერ მოწოდებული ანალიზი არ არის ეს სწორი სიტყვა, ინფორმაცია, რომ ისრაელის ხელისუფლებასა, ნეთანიაჰუს ხელისუფლებასა და საქართველოს ხელისუფლებას შორის, ხელისუფლებას წოდებულ ბანდას შორის რამ კავშირები არსებობს. გამახსენდა, რომ ცალკეული მაღალჩინოსნები მათ შორის გელაძე, შინაგან საქმეთა მინისტრი იმყოფებოდა ისრაელში. მოვიზია ინფორმაცია და თავდაცვის უწყებას რაღაცა ურთიერთობები დაუმყარებია ისრაელთან და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მაგრამ ესეც არ იყო საკმარის საფუძველი, რომ მე დამეჯერებინა იმ ჩემი ახლობელი კაცისთვის და უკვე იყო გუშინ წინ, არა 3 დღის წინ, მე სხვებმაც მომაწოდეს ანალოგიური, რომლებიც კავშირში არ არიან ჩემს პირველ წყაროსთან, მომაწოდეს ანალოგიური ინფორმაცია, მათ მითხრეს, რომ ურთიერთობები მართლაც ლაგდება ისრაელთან. სხვა შორის ერთ-ერთი ინფორმაცია, რაც მომაწოდეს, იყო ის, რომ ბიძინა ივანიშვილი ცდილობს საკუთარი სასახლეების გარშემო საჰაერო თავდაცვის სისტემების დამონტაჟებას და ისრაელს ამ თემაზე ელაპარაკება, რაც გულახდილად გეტყვით, ჩემთვის ცოტაზე მეტად სასაცილო იყო, იმიტომ რომ ეს სასაცილო იყო, იმიტომ რომ მე არ მგონია, რომ ისრაელის კერძო ის კომპანიები, რომლებიც სახელმწიფოსთან ბუნებრივად კავშირში არიან თავდაცვის და უსაფრთხოების კუთხით, არ მგონია, რომ ესე ერთი პიროვნების უსაფრთხოებაზე იქნებიან, რაც არ უნდა თანხა გადაუხადო ორიენტირებულნი და ამას მოემსახო, ამას გააკეთებენ. მაგრამ ოკეი, ნებისმიერ შემთხვევაში მითხრეს სხვებმა, რომ ურთიერთობები ისრაელსა და საქართველოს შორის ლაგდება და დღეს დილით ჩემთვის გახდა ერთი ინფორმაცია ცნობილი დამატებით, რომ ისრაელის ხელისუფლება ითხოვს ბიძინა ივანიშვილისაგან ურთიერთობების გაგრძელების სანაცვლოდ და საპასუხოდ ურთიერთობების გაგრძელებისათვის საქართველოს-ისრაელის ურთიერთობების გაძლიერებისათვის აი ამ პირის ირაკლი კობახიძის მოცილებას ანუ განთავისუფლებას, იმიტომ რომ ირაკლი კობახიძე მათეული გაგებით აბსოლუტურად არაადეკვატურია და ესენი არ ცდებიან ამაში გასაკვირველია ირაკლი კობახიძე აბსოლუტურად არაადეკვატურია როგორც მოთამაშე თუ რეგიონისთან თუ უფრო ფართოდ მასშტაბით. მისი მთავრობის მთლიანად მოცილებას. მე არ მაქვს გასაკვირველია პასუხი იმასთან დაკავშირებით, ან მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რა პასუხი გასცა ბიძინა ივანიშვილმა თავის ისრაელელ კოლეგებს, არასწორი სიტყვა, პირებს, რომლებთანაც ურთიერთობაშია, ამასთან დაკავშირებით. მაგრამ ვარაუდის დონეზე შემიძლია გითხრათ, რომ ირაკლი კობახიძეს თუ მართალია ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ საქართველოს და ისრაელი ერთმანეთთან ურთიერთობას ალაგებენ, ირაკლი კობახიძე აშკარად ყელში გაჩხერილი ძვალია ბიძინა ივანიშვილისთვის. ეს ის ირაკლი კობახიძეა, რომელიც აშკარად პროირანული, ანუ ანტიისრაელური განცხადებებით გამოირჩეოდა და კვლავ მინდა გავიმეორო, რომ ის რაც ხდება დღეს ირანში არის ბიძინა ივანიშვილისთვის შანსი და შანსის გამოყენებას ბიძინა ივანიშვილი არც აპირებს, მაგრამ შეიძლება ამ მიმართებით გარკვეულ დათმობებზე წავიდეს და ირაკლი კობახიძე როგორც პირი და მისი მთავრობა გაანთავისუფლოს. აქვე გეტყვით, რომ ჩემი წყაროს ინფორმაციით ისრაელი ითხოვს, რომ უფრო ძალოვან პირზე და კონკრეტულად თავდაცვის მინისტრზე, დღევანდელ თავდაცვის მინისტრზე ირაკლი ჩიქოვანზე გაკეთდეს აქცენტი, შეჩერდეს ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი ჩიქოვანი დააწინაურონ პრემიერ-მინისტრად და არა მარიამ ქვრივიშვილი ან რომელიმე სხვა ის პირი, რომლებიც აქამდე სახელდებოდა. ახლა ბევრი მეტყვის, რომ ირაკლი კობახიძეს არ გაანთავისუფლებინებს რუსეთიო, ბიძინა ივანიშვილსა და თითქოს სწორი ბრძანებაც იქნება, მაგრამ მე არ მჯერა ამის, გულახდილად გეტყვით. მე მგონია, რომ ბიძინა ივანიშვილი ერთადერთი და ექსკლუზიური მმართველია ჩვენი ქვეყნისა და ისევე მოიცილებს ირაკლი კობახიძეს, როგორც მოუცილებია კვირიკაშვილი, გახარია, ბახტაძე, ღარიბაშვილი საერთოდაც რომ გამოამწყდია და ვინც ის ირაკლი კობახიძესაც გამოამწყდებს გარკვეული პერიოდის შემდეგ, შესაძლოა არა იმ ბრალდებით, რა ბრალდებითაც გამოამწყდია ირაკლი ღარიბაშვილი, ანუ კორუფციის და მაფიოზობის ბრალდებით, არამედ სხვა რომელიმე ბრალდებით. მაგრამ ფაქტი ყოველშვაში რაც მითხრეს, ამბავი რაც მიამბეს, რომ ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ, ირაკლი კობახიძესთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღებას ითხოვს პარტნიორი ბიძინა ივანიშვილის პარტნიორი ებრაული მხარე, ისრაელის მხარე უფრო ზუსტი რომ იყო, ეს ფაქტია, მე ვერ გეტყვით, რომ ეს 100%-იანი ინფორმაციაა, თუმცა მინიმუმ კი არა რეალურად ორი წყარო მყავს
ამასთან დაკავშირებით, ოღონდ ახლა ის მის კითხვა, რას ითხოვს ბიძინა ივანიშვილი ისრაელის მხარისაგან, მე არ მჯერა, რომ ის ითხოვს მაინც და მაინც საჰაერო თავდაცვის სისტემებს უშუალოდ მისი სახლებისთვის, სასახლეებისთვის, ის ალბათ ითხოვს გარკვეულ თანამშრომლობას, მეც არ ვიტყვი, სწორედ თავდაცვისა და უსაფრთხოების კუთხით და უსაფრთხოების მიმართ, თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართებით მე ბოდიშს ვუხდი ჩემს პირველ წყაროს, რომელსაც ჩემ მეგობარს, რომელსაც ესე WhatsApp მიმოწერისას დავცინე, რომელმაც პირველმა მიამბო ამის თაობაზე, მე დამიდასტურეს ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ დიახ, ბიძინა ივანიშვილი პერსონალურად მისი ოფისით უნდებათ ასე ვიტყვი, აბასთუმანში გამაგრებული ბიძინა ივანიშვილი ხო აპირებს თუ აგრძელებს ურთიერთობებს ინტენსიფიკაციას ახდენს ურთიერთობებისა ისრაელის ცალკეულ სახელისუფლოდ, არა მხოლოდ სახელისუფლო პირებთან, რომლებიც თავდაცვისა და უსაფრთხოების კუთხით მუშაობენ. თუ თავდაცვისა და უსაფრთხოების კუთხით თანამშრომლობას აპირებს საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლება ისრაელთან, ის მის კითხვა რასთან დაკავშირებით, რომელი ინფრასტრუქტურის დაცვასთან დაკავშირებით და რა საჭიროა ეს ყველაფერი. აქვე გეტყვით, რომ ჩვენი თავდაცვისა და უსაფრთხოების კუთხით ბიძინა ივანიშვილს სხვა ოფერებიც აქვს, სხვა შეთავაზებებიც აქვს, კერძოდ აზერბაიჯანისაგან და გაგიკვირდება და თურქეთისაგან, ოღონდ თურქეთი საკურდია თავიდან ბოლომდე გამორიცხავს ისრაელის რამ მონაწილეობას საქართველოს უსაფრთხოების სისტემების კიდევ უფრო მეტად ჩამოყალიბებაში თუ დახვეწაში იმ შეპირისპირების გამო, რომელიც ანკარას აქვს თელ-ავივთან, რომელიც ახლა არ ჩანს და მომავალში შეიძლება არ გამოჩნდეს, მაგრამ რომ ვიცოდეთ მაინც გარკვეულწილად შეპირისპირებული სახელმწიფოები არიან რეგიონის მასშტაბით თურქეთი და ისრაელი და მათი თანამშრომლობა ბევრ საკითხში არც გამოვა, გარდა რამდენიმე საკითხისა, რომელიც შეიძლება საერთო ინტერესის საგანი თუ საერთო ინტერესი იყოს. რასთან დაკავშირებით ელაპარაკება ისრაელს ბიძინა ივანიშვილი, ეს ფრიად საინტერესო საკითხია, ოღონდ უფრო საინტერესო საკითხია დახვება თუ არა ის ისრაელის ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, ისრაელის მხარეს მოთხოვნა, ალბათ სწორი სიტყვა არ არის, რეკომენდაციას იმასთან დაკავშირებით, რომ ეს პროირანელი ირაკლი კობახიძე და მისი მთავრობა მთლიანად იყოს განთავისუფლებული და ძალოვანი, მაღალი ალბათობით ირაკლი ჩიქოვანი იყოს დანიშნული საქართველოს მთავრობის თავმჯდომარედ. ეს ყველაფერი უახლოეს ღამეებში, ხანებში გაირკვევა. თუ ეს ინფორმაცია სწორია, მაშინ და ამ შემთხვევაში ჩვენ დაველოდოთ ირაკლი კობახიძის განთავისუფლებას და გარკვეულზე მაღალი ალბათობით ირაკლი ჩიქოვანის დაწინაურებას. ნახოთ, რა მოხდება, ეს იყო ჩემი მორიგი ვიდეო ბლოგი და ერთი ამბავიც. ხო, თუ გნებავთ ვთქვათ, ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრს უთქვამს შემდეგი რამ, წავიკითხავ, რომ ჟურნალისტი ეკითხება, რომელ მსოფლიო ლიდერის გატაცებას ისურვებდით მადუროს შემდეგო და ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი პასუხობს, მხოლოდ ერთი ვარიანტი არსებობს პუტინის გატაცებაო, ზახაროვა გამოეხმაურა ამ ყველაფერს, მანიაკი უწოდა გარყვნილების აღგზნებული ფანტაზიები უწოდა და მანიაკი უწოდა თავდაცვის უწყების ხელმძღვანელს ბრიტანეთისა ამ არა გარყვნილმა ქალბატონმა და თქვა, რომ პუტინის დაკვირვება შეუძლებელია და ჯონ ჰილის ეს განცხადება არის აბსურდი და სიგიჟე. ხო, ეს ამას ამბობს საქვია არა გარყვნილი ზახაროვა და კობახიძე ერთად მოხვდებიან რომელიმე კონცერტზე, არა, კობზონის კონცერტი არ მიგულისხმია, სადღაც და ერთად იცეკვებიან. კარგ წამოწევს. ნახვამდის.